გიულია ალასანიას უნივერსიტეტში ახალგაზრდებს რომ არეულობისთვის ამზადებენ ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსული პარტიისთვის სრულად მისაღებია. სააკაშვილის გუნდში ძალადობრივი პროცესების მართვას განათლების მიღება დასაღებენ და ამტკიცებენ რომ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში სტუდენტების ინფორმირებულობაზე ზრუნავენ. რა არის რევოლუცია უნდა იცოდნენ, რა არის სახელმწიფო გადატრიალება, რუსული აგრესია, რა არის მეხუთე კოლონის და აი როგორიც საქართველოში არის მოღალატეთა ბანდის საქმიანობა, რა არის დიქტატურა, განათლების მიღება არის კარგი. უცვლელ მისამართზე გიულია ალასანიას უნივერსიტეტში ფრანკლინის კლუბის ნაცვლად ახლა უკვე ჰაისკულობ ჯორჯიაში სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს ძალადობრივი პროცესების მართვას ასწავლიან. ტრენერები მსმენელებს უხსნიან, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია. არწმუნებენ, რომ ირლანდიის არმიის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ამ ყველაფერს ფოტომასალა ადასტურებს უნივერსიტეტის რექტორი კი უარყოფს, რომ მათ შენობაში მსგავსი ტრენინგები ტარდება. საქართველოს უნივერსიტეტში არ ფუნქციონირებს არც ერთი ცენტრი, არ ტარდება არც ერთი ლექცია, არ იმართება არც ერთი ღონისძიება, რომელიც რაიმე ფორმით ემსახურება პროპაგანდას, ან პოლიტიკური ზეგავლენის გავრცელებას. ტყუილია თითქოს საქართველოს უნივერსიტეტი რაიმე ფორმით აქციებს აფინანსებს. ტყუილია, რომ უნივერსიტეტი არ ხვევს ფარას კანონს. ტყუილია, რომ უნივერსიტეტში არასრულწლოვანებს ტერორისტებად ძდიან, ეს არის სასაცილოა. ტყუილია აქ რაიმე კონსპირაციული ცენტრის და ორგანიზაციის არსებობა. ახალგაზრდების ზოგ შემთხვევაში კი არასრულწლოვნების რევოლუციურ პროცესებში ჩართვა კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. აქ ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებენ, გამჭვირვალობის კანონის მნიშვნელობაზე საუბრობენ და მკაცრ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებენ. უამრავი თანხები იხარჯებოდა და ახლაც აქვს მსვლელობა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ეგრეთ წოდებული NGO სექტორით, რომ რაღაც კარგი საქმეებით იყვნენ დაკავებული ქვეყანაში. ძირითადი თანხები ხმარდებოდა პოლიტიკას, ბოროტებას. უკვე არასამთავრობო ორგანიზაციების სქემა გაშიფრულია. მსვლელობა ჰქონდათ და უნივერსიტეტების გავლით აკეთებდნენ ამ ყველაფერს. ესეც საზოგადოებას ვაჩვენეთ თუ როგორ მუშაობს. ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც ზოგიერთი უნივერსიტეტი უნივერსიტეტობანას თამაშობს, იმის ნაცვლად, რომ რეალურად დაკავდეს იმ საქმით, რაც არის მათი ძირითადი ფუნქცია. ეს რაღაც ახალი სქემა მოიგონეს, როგორ შეიძლება უცხოური ფულით და ახალგაზრდების რადიკალიზაციით საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარება. მინდა მოუწოდოთ ყველა უნივერსიტეტს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ როლს და ფუნქციას ახალგაზრდების აღზრდის საქმეში. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადადგავს შესაბამის ნაბიჯებს. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ თურმე რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა გამჭვირვალობის შესახებ კანონი. იმიტომ რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციების სინამდვილეში აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი აგენტურული ქსელის მკვლევარი ორგანიზაციები და ის რაღაცა აბრა, რომელიც აქვს გაკრული, იმის უკან ხდება შავი ფულით შავი საქმეების კეთება. აი ესეთი თავდასხმა არის შიდა ტერორიზმი. უცხოური სპეცსამსახურებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი რადიკალური სქემა გაიშიფრა, თუმცა მმართველი გუნდისთვის ახალი ამ სქემაშიც არაფერი ყოფილა, რადგან არჩევნებიდან არჩევნებამდე ოპოზიციის სურვილები და ამ სურვილების სასახდენად გაწერილი სცენარები არ იცვლება.